ამ წუთისთვის ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან ვაშალომიძე დააკავეს ყაზახეთში საზღვრის კვეთის დროს აეროპორტის თავიდან. ჩვენი ინფორმაციით ლევან ვაშალომიძე ახლა დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვაშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნაწილში. არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ეხლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართული არის იმისათვის, რომ ვეკონტაქტოთ, სწორი კომუნიკაცია გქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ყაზახეთის ხელისუფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის ყაზახეთის და საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ამ შემთხვევაში ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის საქმე, სისხლის სამართლის საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია, რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი ინფორმაცია, სწორი კომუნიკაცია და ოპერატიული კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვაშალომიძე ამ ასე ვთქვათ უკანონო დაკავებისგან. ეხლა არის საზღვარზე გაჩერებული და ასე ვთქვათ მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციების გაცვლის და დადგენის პროცედურა. ანუ ეს არ არის მაინც და მაინც დაკავება თუ შეგვიძლია რამ ჩვენი წყაროები გვაუწყებენ, რომ ეს არის შეჩერება საზღვარზე, შეკავება არის, ჯერ დაკავების საკითხი არ განხილულა, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს პროცედურების შესაბამისად მისი დაკავებაც, ამიტომ ეხლა არის ოპერატიული მოქმედება საჭირო იმისათვის, რომ სწორი ინფორმაციები გაიცეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები ოპერატიულად იქნეს მიღებული.